მე უნდა გაგაცნოთ ერთი კომპანია, რომელსაც ქვია Alcor, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებშია დარეგისტრირებული და ესე იგი მიზნად ისახავს ეს კომპანია უკვდავებას, ადამიანის უკვდავებას. როგორ? გააქვერძიები რამე, აი რა შეიძლება მოიფიქრონ, ადამიანი იყოს უკვდავი. დასალევი არ არის. ანუ მისი სახელი იყოს უკვდავი თუ ფიზიკური? სახელი, ეგ შეიძლება. ხოთაშორის უკვდავსაყოფად ადამიანებს, რომლებსაც რაღაც აქვთ ასეთი ისტორია უკან, მათაც აინტერესებთ ეს საკითხი. ფიზიკურ შენარჩუნებაზე გველაპარაკები? ესე იგი, ანუ მომავალში 150 წლამდეც 150 მომავალში გააცოცხლეს. ანუ ესე იგი ეს არის, რა ქვია, ფილმებიც გვინახავს, მაგრამ კოსმოსში რომ იფრინავენ, გაყინავენ და რაღაც. ანუ გაყინვა. რა გაყინვა ხალხო, აი რა გაყინვა. კი. ანუ კრიოპრეზერვაცია ქვია ამას. ერთი წუთით, ეხლა ყველაფერი მომიყევით. რას ნიშნავს გაყინვა? ადამიანის გაყინვა. ძალიან რთული არის გაყინვა, იმიტომ რომ ჩვენი ხო წყლისგან შევდგებით. წყალი რო იყინება, ის ხო კრისტალს წარმოქმნის, ფიფქს მარტივად რო თქვა. ხო და აი ჩვენი უჯრედის მემბრანები ისინი ზედმეტად ცხიმი არის რა. და ეს კრისტალი როგორ არ დააზიანებს, ანუ თუ მთლიანად გაიყინება იმ მემბრანებს, ანუ როგორ არ დაიშლები რა. ნუ ზოგადად გაყინვას არა, გაყინვა იგულისხმება ამ შემთხვევაში არა ის რომ -0 გრადუსზე არა. ხო, ალბათ რაღაც. აბა გაციება? ხევადი აზოტით ყინავენ რა. ცოცხალს ყინავენ. ქართული ტექნოლოგია იქნება. ხევადი აზოტით იქნება -200 რაღაცა, ხო. -200 ესე. ერთი ცოცხალ ადამიანს გაყინავენ? თიკა. მოდი ხა სერიოზულად. ძალიან სერიოზულად გითხულობ. ცოცხალ ადამიანს არ ყინავენ. მას რაც გარდაცვალება ოფიციალურად დადასტურდება, აი ამის მერე ყინავენ აზოტით. ანუ ჯერ უნდა მოკვდეს ადამიანი? კი. აი ეს არის შენი უკვდავებაც. აბა უკვდავება რატოა? აფერისტებია. ერთი წუთი თუ მოკვდა და ამოკვდა. აბა გაყინვა რაღაც უნდა. და რო გამოალღობენ ამოხდება. ხო, რო აი 10 და 15 და 20 წლის მერე, ანუ ამე მოიფიქრონ ისეთი გენიალური, რომ გააცოცხლა. რაღაც ისეთი, რომ გააცოცხლო. ხო, და თან ჩვეულებრივ და რიგით ადამიანებზე არ ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ ანუ მულტიმილიარდერებზე, რომელსაც იმედი აქვთ, რომ კიდევ იცოცხლებენ და აგროვეს ცხოვრების განმავლობაში ძალიან ბევრი ფული და ფიქრობენ, რომ აი მომავალი ტექნოლოგიები დაეხმარება მათ სხეულს, ანუ ახლიდან სიცოცხლის შთაბერვაში და სიცოცხლის გაგრძელებაში. აი ნახე ყინულები უდევს იქ. ანუ რეალურად არსებობენ გაყინული ადამიანები. ნუ გამოდის რომ კი. ესე იგი, როცა ადამიანი არის ძალიან მდიდარი და აქვს ზედმეტი ფული, ესე ვთქვათ, თავისი სურვილით მიდის, არეგისტრირებს თავის თავს, ალბათ რაღაც კონკრეტულ თანხას დებს ანგარიშზე. და შემდეგ პრეზერვაცია, როგორც თქვენ თქვით, ინახება ეს ეგრეთ წოდებული გარდაცვლილი სხეული. პირველი გაყინვა $240,000 ღირს. 240? ხო. ალბათ ჩვენ ნახვა. ხო, ალბათ ჩვენ ნახვა, ნუ თალკე ხო, ალბათ ყოველწლიურად $240,000, მაგრამ ნუ მე ფიქრობ, რომ ეს კომპანია ხო, ეს კომპანია კარგ ფუნქციონობს ისტორი. ანუ ესენი უბრალოდ ეუბნები, რომ ჩვენ შევინახავთ თქვენს სხეულს და თუ რაღაცა მოხდება არაჩვეულებრივი გარღვევა, ისევ დაგაბრუნებთო? კი, და ამ ადამიანებს იმედი აქვთ, რომ ისეთი დაავადებები, როგორც არის კიბო და სხვა ისეთი და მომაკვდინებელი დაავადებები, დროისთვის უკვე აღარ იქნება და ესე ვთქვათ შეეძლებათ რომ დაუბრუნდნენ სიცოცხლეს. მე ვფიქრობ, რომ ალბათ სიკვდილის წინ უბრალოდ არის როგორც ხო არის დაძინები, ხო? ეს იქნება, რომ აი ეს არის მისი დაძინება, ესე ვთქვათ. შენახული იქნება ტვინის უჯრედები თუ მოუკვდა და მოკვდა. მინუს აზოტში თუ ჩადეს ტვინის უჯრედები. გვამი თუ აიღეს, მე რაღაცზე გვამის გამოსწრებას. არ მე ყინვითაც მოკვდება, ხო? და სითხია ეს ტვინის სუ. არა, მე მიხსნი მაგას, ხო? მე მიხსნი მაგას. ხო და რა ზოგადად მე ვფიქრობ, რომ ალბათ სიკვდილის წინ ჯერ კიდევ ცოცხალი უნდა იყოს, ანუ გული უნდა მუშაობდეს ყველაფერი და ხდება ეს უეცარი გაყინვა, ანუ ჩერდება ყველაფერი და შემდეგ პრაქტიკულად როგორც ზამთარში საფხუში ჟოლოს ყინავენ და ზამთარში გახმოალღობენ და ღვეზელში არაჩვეულებრივად მუშაობს და შენარჩუნებული აქვს ყველანაირი თვისებები და ახლობით იგივეა.
კი და მე კომპოტი გამოდის. კარგი და ეხა მითხარი. თან ისე მართლა როგორც წესი ადამიანებს, რომლებიც არიან ძალიან ისეთი დიდრები, მსახიობები, სპორტსმენები, წარმატებული ადამიანები, იგივე შევა პოლიტიკოსები, მათ უჩნდებათ სურვილი, რომ დროში აჩერონ, ხო, ფაქტია? ანუ მათი ერთადერთი როცა ამ დონეზე მიდიხარ, რომ ანუ მატერიალური, ანუ აბსოლუტურად ყოფილი შეგიძლია და გაგდა ასე შემდეგ, შენი ერთადერთი მტერი მიქეილ გაბრიელია, რომელსაც ვერ უზავდა და 500-მდე არის ესე გაყინული და ესენი ფიქრობენ, რომ აი ამ რაღაცა ბიოლოგიური ციკლი ჩვენ რაც გვაქვს ნორმაში, დაბადება, ცხოვრება, გარდაცვალება, ამას გაარღვევ. ცოტა ეჭვმეპარება. გავივლი ამ სიას 500 კაცია უკვე? კონფიდენციალურია. პიანორია. აუ ჯექსონი ხო არ არის გაყინული? არ ვიცი. ჯექსონი იქნება გაყინული, ვეჭველი. 1966 წელს გაყინეს პირველი. ჯექსონი გაყინული იქნება გეუბნები, ვეჭველი. ნო, დასასწავლე, აუ როგორ მოვიპოვოთ ექსია. ეჭვმეპარება. აუ იქნება და არა, კონფიდენციალობა იქნება ისეთი დაცული, რომ აი სტივ ჯობსი. აი სტივ ჯობსი უფრო შესაძლებელია. სტივ ჯობსი თავის იდეებით აი უეჭველი იქნება. კი. გინდათ თქვენ? თუ და. უკვდავ საყოფათ. არ წარმოიდგინე, იღვიძებ რაღაცა 100 წლის მერე და ანუ მარტო ხარ, ანუ შენ ვინცაც იცნობ და რაღაც არავის ცოცხალი აღარ არის. და ან ხარ ეს მილიარდერი მე იმას წელს მერე და არა. და იქნება და შუა გზაში, სანამ ეს რაღაც მწვანე პერიოდი ფული დაგიმთავრდა მაგრამ. ხო, დაამთავრდა, ან მოხდა ისეთი ინფლაცია, რომ ეს შენი მილიარდები უდრის ერთ შოკოლადის ფილას მაგალითად და მორჩა. გამორთეს? არ გამორთეს, სიტყვას ჩართავენ და. სიტყვას ჩართავენ და. მაგათ მე არ გავაყინინებ ჩემ თავს. ვიმე სხვას მოვძებრი, უფრო სანდოს. ნუ ბუნების კანონებს კი ეწინააღმდეგება, თანაც რადიკალურად, მაგრამ იმდენი რამე ხდება ასეთი საწინააღმდეგო ბუნების კანონებისა, რომ მამის დავაკვირდეთ. დავაკვირდეთ. დავაკვირდეთ, მინიმუმ არა ეთიკურია ეს. მაგრამ სადღაც ჯექსონი თუ გაყინულია, სადღაც სადღაც გიხარია. ხო.